თუ გინდათ თბილისის მერის არჩევნების მოგება, ბოიკოტი რა შუაშია კაცო, გაყავდა თუ არ გაყავდა წინ არჩევნები, ქართულმა ოცნებამ ის თბილისში წააგო. ყველაფერი რო ისე იყოს, არაფერი სხვა არ გაკეთდეს და ოპოზიცია უბრალოდ შეთანხმდეს ერთ პატიოსთან ადამიანზე, რომელიც არ იქნება არც ერთი პარტიის წევრი. ოპოზიცია ამ არჩევნებზე ცალკე უნდა გადიოდეს. ხო, თავაზობთ ერთიან კანდიდატს? თავაზობთ ერთიან არაპოლიტიკოს კანდიდატს. კანდიდატს, რომელიც როგორ გითხრათ, რომლის გახსენებაზეც ქართულ ხალხს დედის გინება არ უნდება. ადამიანს, რომელსაც საკუთარ პროფესიაში აქვს რეპუტაცია მოპოვებული. და რაღაცნაირად თვლის, რომ ახლა ასეთ მნიშვნელოვან დროს თავის ქვეყანას გვერდში უნდა დაუდგეს და საკუთარი რეპუტაცია დაახმაროს საერთო საქმეს. ოღონდ ამას მას უნდა სთავაზობდნენ პოლიტიკოსები. ჩვენ უნდა თავაზობდეთ. ჩვენ უნდა ვეძებდეთ. ნაცვლად ამ რაღაცის არ ვიცი რა ხდება, რა დავარქვათ. ტელევიზიებში რაც ხდება იმას, მაგრამ ნაცვლად ამისა ჩვენ ახლა უნდა ვეძებდეთ ერთ კანდიდატს, რომელიც პატიოსნების კრიტერიუმით და სიტყვას მისთვის რომ ფასი აქვს, ასე ამ კრიტერიუმით უნდა ირჩეოდეს. აი ეს ადამიანი ათანხმებდეს რაღაცნაირად ვის რა უნდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ეს ადამიანი უნდა იყოს გარანტორი იმისი, რომ როცა ის მერი გახდება, ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესების დამცველი იქნება. ანუ რაღაცნაირად კონტრაქტის ისეთი დამცველია, რომელიც პასუხს აგებს იმაზე, რომ კონტრაქტი სწორად აღსრულდეს, იმიტომ რომ სრულიადობა არსებობს პოლიტიკურ სპექტრში მოგეხსენებათ და ეს ხალხი ერთმანეთს ვერ ენდობა რაღაც ახალი ძალის გარეშე. ჩვენ თავაზობთ ამას ამდენი ხანია ოპოზიციას, თავაზობთ მედია საშუალებებს, რომ მოდი ამას დავიწყოთ დისკუსია. ამის ნაცვლად რა ხდება? ანუ უბრალოდ თქვენ ჩემზე კარგად იცით რა დღეშიც არიან თქვენი კოლეგები, რომ არანაირი აზრი არ შეიკრას, არაფერზე არ იყოს. ხან მანიპულირებენ იმითი, რა ქვია, დატყვევებული ხალხის ოჯახის წევრების ემოციებით და გრძნობებით. ხან ლანძღავენ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ არჩევნებს რაღაც აზრი აქვს. თან არც თავაზობენ არანაირ აზრს. გამოყავთ ხალხი, რომელიც ოჯახის წევრები არიან დაკავებულების, მათი ემოციები ყოველასთვის გასაგებია და ალანძღინებენ მათი დამფინანსებლის პოლიტიკურ ოპონენტებს. რომელიც უბრალოდ როგორ გითხრათ, ანუ არანაირი მოგების გზა არ არის. ადგილ არჩევნებში მაგალითად ჩვენ გვინდა რომ მივაქციოთ ყურადღება მშენებლობის და საცობების პრობლემას ქალაქში. გვინდა რომ ამაზე ვილაპარაკოთ. გვაქვს ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. გვაქვს ხალხი, რომელსაც ამაში გამოცდილება აქვს. მაგრამ წინასარჩევნო კამპანია მიმდინარეობს რაღაცა გიჟობაზე. ანუ რუსთაველი გადაიკეტა თუ არა 252 დღეს. ისა რა ქვია, კოცების შეაშინათ თუ არა კოცები რამე სანქციამ. იმას რა ქვია, დაერხა თუ არა ბიზნესი იმის გამო რომ ვიღაცამ რაღაც სიაში შეიტანა და აი ცრუ მოლოდინებით და ცრუ იმედებით ხალხის გამოკვება, რომელსაც არანაირი პრაქტიკული შედეგი ჩემი აზრით არ გააჩნია, მაგრამ ხელს უშლის იმას, რომ აქეთ ამ ხარეს ქართული ოცნების საპირწონე ძალა ჩამოყალიბდეს ლაპარაკით, დისკუსიით, მსჯელობით და იმის გააზრებით თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, მას შემდეგ რაც ქართული ოცნება აღარ გვეყოლება. გვინდა რომ ეს კანდიდატიც ვისაც შევარჩევდით საერთო მათ შორის ამ თემებზე ყოფილიყო კონცენტრირებული, რომ საზოგადოების ახალი ადამიანების კანდიდატი გეყოლებათ თბილისში. მერობის კანდიდატი დიდი ალბათობით არ გვეყოლება, იმიტომ რომ ჩვენი პოზიცია არის, რომ არავის არ უნდა ყავდეს მერობის პარტიული კანდიდატი. ოპოზიციას უნდა ყავდეს ერთი არაპარტიული კანდიდატი. ხო, მაგრამ არ დაგიჭერენ, ხო იცით მხარს. არა, ეს ხო და მე ხო ვიცი, მე ხო ჩვენს კოლეგებს უყურებ, ძირითადად როგორც მოსყიდულებს, მაღალ დონეზე, დაბალ დონეზე გულუბრყვილოებს. მოდი მარტივად რა შევხედოთ. მაგრამ მე მინდა რომ საზოგადოებას ვაჩვენო გამარჯვების ფორმულა, რომ ჩვენ თუ დავაყენებთ პატიოსან ადამიანს, რომელიც ვიცით რომ შორის არ არის ცუდი იდეა. და ამას ყველა დაუჭერდა მხარს და არავის არ ეხებოდა საშუალება ამ კაცს ნაცი ეძახოს, ვიღაცა გირჩი ეძახოს, ან კოცი ეძახოს, რაღაცა ეძახოს. თბილისში არჩევნები მოგდა დიდ ქალაქებში, არჩევნები მოგებულია, მაგრამ მე ვინაიდან და კიდევ ერთხელ მინდა ეს დავაფიქსირო თქვენი მაყურებლის წინაშე, არ მჯერა რომ ჩვენს კოლეგებს მოგება უნდათ. მე მგონია რომ მათი მოგება არ არის კოცების დამარცხება, მათი მოგება არის ის რომ იყვნენ ოპოზიციაში და ფული იშოვონ და ფულს შოულობენ, მოგიხსენებათ? და ჩემს კოლეგებს მათ მაღალ კატეგორიას, ანუ ვერხუშკას ეგრეთ წოდებულს, მილიონები აქვს ნაშოვი თუნდაც ამ არჩევნებზე, მათ ამის გაგრძელება უნდათ და მთელი პრობლემა მაშინ მდგომარეობს, რომ ქართველმა ხალხმა დღემდე ვერ გაიაზრა ის, რომ ხაზარაძისგან, გვარამიასგან პატრიოტი არ გამოვა და არაფერ შუაში მათ რო პატრიოტობა უნდა და სხვა რამის გააკეთებდნენ საერთოდ და ის რომ ეს ხალხი ფულს შოულობს და თან მილიონობით ფულს შოულობს სხვა ფორმით. დამაფიქრებელია იმისი, რომ ადამიანებმა გაიაზრონ მათი არასწორი არჩევანის შესახებ. ხა მე რო სასულიერო პირი ვიყო, ვიტყოდი მოინანიონ უნდა მეთქი, იმიტომ ეს ასეც უნდა გააკეთონ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მინიმუმ გონია რომ უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს ადამიანი, რომელიც არჩევნებზე მისვლას აპირებს. თუ არ აპირებ რომ დაფიქრდე, მაშინ მე გირჩევდით და მორალურად და სწორი საქციელი ის არის, რომ თუ არ ფიქრობ, თუ არ ემზადები, არ იცი რა ვერისატო აძლევ ხმას, დარჩი სახლში და გადაარჩიდე ქვეყანა არასწორი არჩევანისგან.